გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი, თქვენი მყოფებით ჩვენს ჩენელზე გამა და რუბრიკა გამა ნიუსი. ჩვენ ვიწყებთ. მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, გამა Fight Hall-ი მდებარეობს ქსანის 2 ნომერში და ყოველ შაბათს აქ იმართება სასტიკი ბრძოლები სხვადასხვა ხელოვნებაში. როგორიცაა მუშტიკრივი, როგორიცაა შერეული ორთაბრძოლები და ასევე გრეპლინგი. უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, თუ რომელიმე ლიგის მებრძოლი თუ გინდათ გახდეთ, აუცილებლად დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე www.gamafc.gr სექცია მონაწილეობა, შეავსეთ ანკეტა, შეიყვანეთ სათანადო ინფორმაცია და მოდით 4-ში შაბათს გამა Fight Hall-ში, რომ დაამტკიცოთ, რომ თქვენ ხართ გამას დონის მებრძოლი. არა აქ აზრი, გრეპლინგში, მუშტიკრივში თუ MMA-ში. ყველა მებრძოლს ველით. მეგობრებო, აქვე მივმართავ სპონსორებს, შერეულ ორთაბრძოლებს, იგივენაირად როგორც გრეპლინგს ჯერჯერობით არ ყავს გენერალური სპონსორი. თუ გინდათ, რომ თქვენი კომპანია იყოს პირველი და მიიღოს ყველა უდაო შეღავათი, რასაც პირველი ყოველთვის იღებს, მოგმართეთ და გაუძლიეროთ ერთმანეთს მხარი. მეგობრებო, რაც შეეხება გრეპლინგს, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა პირველი შეჯიბრი ამ შაბათს 13 რიცხვში და სულ მალე ვიდეო დაიდება ჩვენს არხზე. ძალიან მაგარი შეჯიბრი გამოვიდა, როგორც გუნდური შეტაკებები იყო აღსანიშნავი, ასევე სუპერ ფაითი ძალიან მაგარი იყო. სუპერ ფაითი ტყუილა არ ქვია, შესანიშნავად დააგვირგვინა ჩვენი შეჯიბრი. როგორც მოგეხსენებათ, ტრანსლაცია არსად არ არის, გამას შეჯიბრის ლაივში ნახვა შეიძლება მხოლოდ გამა Fight Hall-ში, ამიტომ იგივენაირად როგორც გრეპლინგი, ასევე მუშტიკრივი, ასევე MMA, თუ გინდათ ლაივში იხილოთ, უნდა შეიძინოთ ბილეთები ჩვენს ვებგვერდზე www.gamafc.gr და მოხვიდეთ ქსანის 2 ნომერში გამა Fight Hall-ში. ხოლო რაც შეეხება გრეპლინგის ვიდეოს, ჩვენ მას დავდებთ 5 შაბათს ჩვენს არხზე და თუ ვინ მოიგო, გაიგებთ ვიდეოს დადებისადმი. ხოლო რაც შეეხება გრეპლინგის შემდეგ შეჯიბრს, მინდა მოვახსენო ყველა გრეპლერებს, უპირველეს ყოვლისა, ყველას, ვინც არის ამ დარგით დაკავებული, რომელსაც ქვია გრეპლინგი, თუ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ, თუ ზოგადად ჭიდაობა დავარქვათ, ვინც ხართ ამ დარგით დაკავებული და გაინტერესებთ, რომ თქვენი დარბაზი და თქვენი გუნდი მთელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ ცნოს როგორც ყველაზე მაგარი დარბაზი ჭიდაობისა, გრეპლინგისა თუ ჯიუ-ჯიტსუსი, ჯერ კიდევ ვაგრძელებთ რეგისტრაციას გუნდების, ამიტომ მოგმართეთ, აზრი არ აქვს, თუ გინდა ჩვენს ვებგვერდზე მოგმართეთ და შეავსეთ ფორმა gamafc.gr შეგახსენებთ, თუ გინდათ მოგწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, თუ გინდათ პირადად მე მომწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე თუ რავი, ვისაც ჩემი ნომერი გაქვთ WhatsApp-ზე. ამიტომ რეგისტრაცია ჯერ კიდე გრძელდება, ძალიან ნუ გაწელავთ, რეგისტრაცია კიდე დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ ვინც მოასწრებთ, ვინც ვერა და არ გდომებია ძმაო ჭიდაობა და მე აღარ იწუწუნოთ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 4 ოქტომბერს ჩატარდება ჩვენი ღია სპარინგები და აუცილებლად მობრძანდით, თუ გინდათ რომ თქვენი თავი წარაჩინოთ ნებისმიერ ჩვენს ლიგაში, ეს იქნება მუშტიკრივი, გრეპლინგი თუ შერეული ორთაბრძოლები, აუცილებელია რომ გაიაროთ ღია სპარინგები, აუცილებელია რომ მოხვიდეთ აქ, პირადად გაგვეცნოთ, გვანახოთ თუ როგორი მებრძოლი ხართ, როგორ ხართ აღჭურვილი ტექნიკურად, რა მზადყოფნაში ხართ, ფიზიკურად და არა მარტო მორალური მზადყოფნაც უნდა გვაჩვენოთ. თუ ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეწონა, შემოგთავაზებთ რამოდენიმე ბრძოლიან ხელშეკრულებას, საიდანაც დაიწყება ჩვენი თანამშრომლობა. ვუსურვებთ ჩვენს თავებს წარმატებულ თანამშრომლობას, თქვენ კი გელით 4-ში გამას ღია სპარინგებზე.
იმის გარდა რომ გამა გრეპლინგის ვიდეოს რილიზი გველის ხუთშაბათს ყველას ვისაც მუშტიკრივი გიხარიათ ჩემსავით შეიძლება უფრო მაგრაც ყველას გელით გამა ფაით ჰოლში ქსანის 2 ნომერში შაბათს როგორც ყოველთვის კარი გაიღება 7 საათზე ბრძოლები დაიწყება 8 საათზე Prison Break არის თემატიკა ჩვენი შემდეგი შეჯიბრის ვისაც არ გაქვთ ტრეილერი ნანახი გადადით და ნახეთ ჩემი აზრით ძალიან მაგარი გამოვიდა მცირე გამონაკლისით ბიჭებმა უკვე შეისწავლეს მსახიობური ოსტატობა რაღაც თორნეზე მაინც და მე მგონი საკაიფო ტრეილერი გამოგვივიდა ამიტომ გადადით ნახეთ შეაფასეთ და დაწერეთ თქვენი აზრი თუნდაც კრიტიკული თავარია ჯანსაღი კრიტიკა იყოს ამიტომ ველით თქვენს კომენტარებს და შეაფასეთ რა შეაფასეთ ზოგადად ტრეილერები გევასებათ თუ არა ეგეც მითხარით იმიტომ რომ ხანდახან ისეთ აზრზე ვარ ხოლმე როცა გადაღლილი ვარ რომ ღირს ამდენ წვალებათ ეს ტრეილერები თუ არა თუ დავიკიდოთ და უბრალოდ ვიჩხუბოთ ბიჭო ვიჩხუბოთ და იმის გარდა რომ ტრეილერს შეგვიფასებთ მე მინდა მოგახსენოთ რომ ჯერ კიდევ შეღავათიან ფასად შეგიძლიათ ბილეთების შეძენა გამა Prison Break-ზე იგივენაირად შეგიძლიათ ძალიან შეღავათიან ფასად გამა MMA-ის მეორე ივენტზე შეიძინოთ ბილეთები და რა თქმა უნდა წინასწარ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩათვალეთ უფასოდ გამა გრეპლინგის ბილეთები. მეგობრებო, ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ გინდა ტრანსლაცია თუ არა, ვეღარ გავიგე. ზოგი წერს არ გვინდა, ზოგი წერს ვაი, რატო წაგვართვით, თქვენი ასე და ისე. იტოქს ჩამოყალიბდით 1000-ობით კაცი ხართ, 100,000-ობით, ჩვენ კიდე არც ისე ბევრნი ვართ, ამიტომ ხმების უმრავლესობით გადავწყვიტოთ. თქვენ მეგობრებო, თუ მეტყვით რომ ტრანსლაცია გინდათ და არის დიდი ნაწილი იმ აუდიტორიის, ვინც მზად არის ჩვენს მებრძოლებს და მთელ ორგანიზაციას მხარი დაუჭიროს მცირედი ხარჯით, როგორიც იყო $5 და კონდეს ყოველ შაბათს საშუალება ძალიან მაგარი ბრძოლების ყურების ლაივში დაწერეთ ამის შესახებ, გვაცნეთ ამის შესახებ და ჩვენ დავფიქრდებით ღირს თუ არა ტრანსლაციის დაბრუნება. ასევე თუ არ გინდათ რაღაც ასე ვთქვათ, სხვას რო კონდეს ეს შესაძლებლობა და მარტო უფასოდ გინდათ, მარტო პოსტ-პროდაქშენში და ვინაიდან თქვენ არ გინდათ ფულის გადახდა, არც სხვას კონდეს ამის საშუალება დაწერეთ თუ რატო. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზროვნების ლოგიკა, თქვენი არგუმენტაცია და რამდენი ხართ, ვისაც გინდათ, ვისაც არ გინდათ და ასე შემდეგ. ჩამოყარეთ აზრები, სიამოვნებით შევისწავლე. ყველას, ვინც მოდიხართ გამა ფაით ჰოლში, აზრი არა აქვს, მუშტიკრივზე ამ შაბათს თუ შემდეგ შაბათს MMA-ზე მინდა მოგახსენოთ, რომ მუშტიკრივის ქარდიდან უკვე შეგვემატა უცხოელი მებრძოლები. მუშტიკრივის ქარდზე, Prison Break-ზე იჩხუბებს 2 უმაგრესი მებრძოლი უზბეკეთიდან. ერთ-ერთ მათგანს შეგახსენებთ, რომ ნაირ მელიქიანთან აქვს გამარჯვება მოპოვებული და ამ ვაშკაცს გამოცდის გიგი ბერიძე შეგახსენებთ ასევე რომ წაუგებელი სერიით მოდის სუ ნოკაუტებით სუ პირველ რაუნდში ამიტომ სერიოზული დაპირისპირება გველის ასევე მეორე სტუმარი ჩამოგდის უზბეკეთიდან რომელიც გიორგი ქიმაძეს დაუპირისპირდება არის გამოცდილი შერეულ ორთაბრძოლების მებრძოლი და დამიჯერეთ გიორგი ქიმაძეს არელის ადვილი ბრძოლა იგივენაირად როგორც ჩვენს უზბეკ სტუმარს. ამ სტუმრების გარდა უზბეკეთიდან ჩამოვა ძალიან მაგარი მებრძოლი სასომხეთიდან. ეს კარდი უკვე 3 უცხოელი მებრძოლით არის აღჭურვილი და მომავალში კიდევ უფრო მეტი და მეტი უცხოელი მებრძოლი ჩაერთობა. არ დაახამხამოთ თვალი, მოდით ამ შაბათს გამა ფაით ჰოლში, ვისაც არ გვაქვს საშუალება რომ მოხვიდეთ და ჩვენთან ერთად იზეიმოთ შაბათს საღამოს, შეძლებთ ამ ვიდეოს პოსტ-პროდაქშენში ყურებას. სავარაუდოდ 5 შაბათს გამოვა ჩვენს არხზე, ამიტომ დაელოდეთ და დალოდება თუ არ გინდათ, მოდით შაბათს კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ტრანსლაცია არსად არ იქნება, არსად. ნუ მწერთ მაესტრო ტრანსლაცია სად ნახო? არსად არ იქნება. მაესტრო იქნება ტრანსლაცია? არა! ოკეი.
ასევე ცალკე ყურადღება მინდა მივაქციო ბრძოლების მოყვარულებისა ჩვენს MMA ქარდზე. უპირველეს ყოვლისა შეგიძლიათ ქარდი ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე. ამ ქარდში კიდევ უფრო მეტი ქვეყნიდან და მეტი უცხოელია ჩართული. ჩამოყავს მებრძოლები სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. თავისთავად ქართველი ბიჭები იბრძვიან. პროპორციულად არის ყველა ქვეყნიდან მებრძოლები ჩამოსული. ცალკე ყურადღებას მოიპყრობს იაკუბ სეზგინი, ძალიან მაგარი მებრძოლი თურქეთიდან. მე პირადად ვფიქრობ და ბევრი ჩვენ გუნდიდან იზიარებს ჩვენს აზრს, რომ ამ ბიჭს აქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ გახდეს ვარსკვლავი. იაკუბი უკვე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, მაგან გამოიწვია რამოდენიმე ვარსკვლავი, ყველაზე მკაფიო გამოწვევა ფოლადას ერგო, რა პატარა შელაპარაკება ჰქონდათ სოციალურ ქსელში ბიჭებს, სადაც ორივემ დააფიქსირეს ერთმანეთის ბრძოლისადმი ინტერესი. იაკუბ სეზგინი ამ ქარდზე უკვე ჩხუბობს და რინგს გაიზიარებს სომეხ მეტოქესთან. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გიორგი ფოლადიშვილს ჩვენ შევთავაზეთ იაკუბთან ოქტანგონის გაზიარება ოქტომბერში ან ნოემბერში, რაზეც გიორგიმ სამწუხაროდ უარი განაცხადა, ვინაიდან მას მისი ხსენებით სხვა გეგმები აქვს. აქვე მოვაყოლებ, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად საინტერესო სანახაობრივი და ხაიპური ბრძოლები და ვინაიდან MMA-ში არ გამოვიდა გიორგისთან ბრძოლაზე შეთანხმება იაკუბ სეზგინთან, ჩვენ შევთავაზეთ გიორგის, რომ ჩაეტარებინა საჩემპიონო ბრძოლა ლუკა მამბერ-იობაშვილთან. თუმცა სამწუხაროდ ამ შეთავაზებაზეც იგივე მიზეზით უარი მივიღეთ. სამწუხაროა ჩემთვის პირადად, რომ მებრძოლები ვერ ხედავენ იმ შესაძლებლობებს და ბოლომდე ვერ იყენებენ, რასაც ორგანიზაცია აძლევს. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ამ შესაძლებლობას შევთავაზებთ სხვა მებრძოლს, რომელიც მზად იქნება, რომ მიიღოს ეს გამოწვევა და ის შანსი პოპულარობისა, ხაიპური ბრძოლისა თუ ჩემპიონობისა, რასაც ჩვენ შევთავაზებთ. აქვე შემდეგ ყველაზე დიდ კითხვას გავცემ პასუხს, თუ როდის იქნება ბექა კორტავა და ნაირ მელიქიანის ბრძოლა მუშტიკრივში. როდის შეეცდება დაიცვას ბექა კორტავა ნაირ მელიქიანის წინააღმდეგ ქამარი. ჩვენ მე პირადად როგორც მატჩმეიკერი ძალიან მინდა და უკვე შეიძლება ითქვას მინდოდა, რომ ეს ბრძოლა ჩატარებულიყო ნოემბერში ან დეკემბერში, მაგაზე გვიან, რა ვიცი, არ მინდოდა გაწელვა, თუმცა ბექასთან საუბრისას ჩვენ გავიგეთ, რომ ბექას უნდა ბრძოლა ჩაატაროს MMA-ში ჩაატაროს დებიუტი, მისი განცხადებით ცოტა მუშტიკრივისგან უნდა პატარა პაუზა აიღოს და MMA-ში ჩაატაროს დებიუტი. აქვე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო და ყველაზე საინტერესო იქნებოდა ბექას და ნაირის ბრძოლა უახლოეს მომავალში, ვინაიდან ბექა ჩემპიონია და საკმაოდ ბევრი ბრძოლა ჩაატარა ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივცეთ ცოტა დრო და ეს ბრძოლა გადავწიოთ წლის დასაწყისამდე. ანუ ბექა კორტავას და ნაირის ბრძოლა რომ ჩატარდეს შემდეგი წლის დასაწყისში. ხოლო რაც ეხება ბექა კორტავას დებიუტს MMA-ში, მე პირადად ვფიქრობ, რომ ბექა და იაკუბ სეზგინს თუ დავაჯახებდით ამ წელს, მაგალითად ნოემბერში, იქნებოდა ძალიან საინტერესო სანახაობრიობა. და იგივე ის გამოწვევა, რაც ფოლადამ და იაკუბმა დააფიქსირეს, ფოლადა თუ ვერ იღებს, აიღოს კორტავამ. რა აზრის ხართ თქვენ, რომ დამიწეროთ კომენტარებში, ძალიან მივესალმები და რა თქმა უნდა შეძლების დაგვარ მაქსიმუმ გავითვალისწინებ იმას, რომელიც ყველაზე ხშირად გაჟღერდება. სულ ეს იყო გამანიუსი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ველით სპონსორებს, ჩვენ ძალიან მაგარ ხოძზე ვართ, ყოველკვირა ვჩხუბობთ, ყოველკვირა ჩავატარებთ შეჯიბრებს, რომელიც წინაზე უკეთესი იყო, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, ჩვენ უამრავ აუდიტორიაზე გავდივართ,
ძალიან დიდზე, უკვე საქართველოთი არ შემოვიფარგლებით მარტო, ნახვები გვაქვს არა მარტო საქართველოდან, არამედ უკვე საკმაოდ ბევრი ნახა გვაქვს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ახლო ქვეყნებიდან. ასევე არც თუ ისე ახლო ქვეყნებიდან სხვათა შორის. ამიტომ ვისაც გაინტერესებს ჩვენთან ერთად თანამშრომლობა, მებრძოლებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა სპონსორებით დამთავრებული, მოგმართეთ და ჩვენ მოვილაპარაკებთ ისეთ პირობებზე, რომ ორივე მხარეს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. სულ ეს იყო გამანიუსი, თქვენთან ერთად ვიყავი მე გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. მომავალ შეხვედრამდე მე როგორც ყოველთვის დაგიბრუნდებით ცხელი ამბებით და უფრო ცხელი ბრძოლებით. გამა!